გამარჯობა საბერძნეთო, ამჯერად სალონიკი. აი ეს კოშკი აგებულია მე-15 საუკუნეში. დიდი ისტორიული მნიშვნელობის კოშკი არის, ჯერ კიდევ ბიზანტიური დროიდან მოდის. რუკას თუ დააკვირდებით, ზღვაში არის ნახევარკუნძულები შეჭრილი როგორც სამი თითი. აი ესე ხო? და ერთ-ერთ ასეთ ნახევარკუნძულზე ვართ ჩვენ, რომელსაც ქვია კასანდრა. ზაფხულში არის აქ ძალიან პოპულარული დასასვენებელი ადგილი. ზამთარში ახლა ჯერჯერობით სეზონი არ არის, მაგრამ გაზაფხულია, მაგრამ ჯერჯერობით საბანაო სეზონი არ არის. ხალკიდიკის რეგიონი, მაკედონიის რეგიონში. აქ არის პატარა ეკლესია. ეს ჩემი მეგობრები არიან, უზრავი ქონების პროფესიონალები საბერძნეთიდან, ეს ნიკოსია, თეოდორე და დან, რომელიც რუმინეთიდან არის. თეოდორე ათენიდან არის. ათენ. რა ლამაზია აქ ევროპა. საბერძნეთი გამოირჩევა თავისი სილამაზით. ულამაზესი სანაპირო ზოლი. სამი ნახევარკუნძული, კასანდრა, სედონია და ათოსი. სამი თითი, ხო? სამი თითი. Okay, now we are in the video. We are trying to take a picture. We are it's on not the possible. middle. We are on one No, of the we are fingers. not on the middle. These are the three fingers. We Yeah. are on this one. Okay. We cannot visit this one because it's rude. And this one, the third one, is with the Mount Athos, which is the religious part of Greece, from here to up. Yes. So ultimately we will visit all fingers. We will visit all fingers, and mostly this one. როგორ ძალიან გვანან ბერძნები ჩვენ. არც თუ ისე ორგანიზირებული, მაგრამ ძალიან ჯიგარი. აი მაგალითად ახლა აი ამ ელექტრობის ბოძებს შეხედეთ. ახლა ეს ამერიკაში საერთოდ ესეთი რაღაც წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ გააფრენდნენ ამერიკელები, რომ ეს არ შეიძლება უსაფრთხოების რაღაც და რაღაც. და კიდე ესე მოსიშლებული მავთულები ძალიან ნორმალურად არავინ არ ღელავს. ძალიან საყვარელია ევროპა. სახლებით საქართველოს მაგონებს. ამერიკიდან რო ჩამოვა ადამიანი ამდენი ქვის და ქვიტკირის სახის დაინახავს და ამდენ ეკლესიას, ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ იქ ხის ყველაფერს და აქ ყველაფერი ძველი, მაგრამ ლამაზი. ყველგან ისტორია. ნუ აი ეს ევროპას აქვს. ალბათ ჩვენი ურეკის ეკვივალენტია ეს საბერძნეთისთვის. იმ განსხვავებით რომ ზღვა ბევრად უფრო სუფთაა, ეს ეგეოსის ზღვა. როდესაც სეზონი გაიხსნება, ეს ყველაფერი იქნება საგიჟეთ. ამბობენ რომ აქაც მოკლე სეზონია, სადღაც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. ნუ საქართველოსნაირი ამინდი იქნება ალბათ. მოკლე სეზონი, მაგრამ მუდმივი სილამაზე.
ალბათ ჩვენი ურეკის ეკვივალენტია ეს საბერძნეთისთვის. იმ განსხვავებით რომ ზღვა ბევრად უფრო სუფთაა, ეს ეგეოსის ზღვა. როდესაც სეზონი გაიხსნება, ეს ყველაფერი იქნება საგიჟეთ. აქაც მოკლე სეზონია, სადღაც ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. საქართველოსნაირი ამინდი იქნება ალბათ. მოკლე სეზონი, მაგრამ მუდმივი სილამაზე. როგორ ძალიან გვანან ბერძნები ჩვენ. არც თუ ისე ორგანიზირებული, მაგრამ ძალიან ჯიგარი. აი მაგალითად ახლა აი ამ ელექტრობის ბოძებს შეხედეთ. ეს ამერიკაში საერთოდ ესეთი რაღაც წარმოუდგენელი იქნებოდა, იმიტომ რომ გააფრენდნენ ამერიკელები, რომ ეს არ შეიძლება უსაფრთხოების რაღაც და მოსიშლებული მავთულები ძალიან ნორმალურად არავინ არ ღელავს. ძალიან საყვარელია აქაურობა. სახლებიც საქართველოს მაგონებს. ამერიკიდან რო ჩამოვა ადამიანი ამდენი ქვის და ქვიტკირის სახის დაინახავს და ამდენ ეკლესიას ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ იქ ხის ყველაფერს და აქ ყველაფერი ძველი. მაგრამ ლამაზი, ყველგან ისტორია. აი ეს ევროპას აქვს. ვაგრძელებთ უძრავი ქონების დათვალიერებას ოლიმპის მთების რეგიონში. ახლა რა არის აქ უნიკალური? ერთი მხრივ ხედავთ მთებს, აი ოლიმპის მთები აქ. და რო შემოვტრიალდე, დაინახავთ ზღვას. ეს არის უნიკალური განლაგება უძრავი ქონების. ჩვენ საქართველოში გვაქვს ასეთი ადგილები აჭარაში, აფხაზეთში, ბევრი ასეთი ადგილი გვაქვს. მოვედით ერთ-ერთ უძრავი ქონების ოფისში. ეს ახალგაზრდა ადამიანი არის დეველოპერი, რომელიც აშენებს აქ. აი ეს ერთ-ერთი მათი პროექტი. And what's the going price per square meter? About 2050. 2050. And is it completely finished or finished? 35 square meters, studio ready to rent for vacation property. Parking, elevator, everything. All included? 88,000. თეთრი კარკასი და შავი კარკასი და მწვანე კარკასი და ძალიან ბევრი კარკასის ნაირსახეობა რომ მოვიგონეთ. თვით დეველოპერი გვათვალიერებინებს მის მიერ აშენებულ აპარტამენტებს. ეს აპარტამენტი რუმინელებმა შეიძინეს, მეორე სერბებმა. შემოდიხართ როგორც იყვენ living room-ში გაერთიანებულია სამზარეულოსთან. აქ ყველაფერი დამთავრებულია, ან ფაქტურად შეგიძლიათ შემოხვიდეთ და იცხოვროთ, ისე არა როგორც საქართველოში. ადამიანს შეუძლია შემოვიდეს, იცხოვროს ყისიერად. აქ მაცივარი დაიდგება, მივხვდით ალბათ რატომ არის მართული გამოჭიმული. ორი საძინებელი ოთახია. გამოთმობელი აგრეგატი. შხაპი და სველი წერტილი, მეორე საძინებელი ოთახი და ეს არის სააგარაკო უძრავი ქონება. მეტი წილი აქ ყიდულობენ ბერძნები, რუმინელები, სერბები, პოლონელები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ იცხოვროთ. ეს არის 51 კვადრატული მეტრი 125,000-ად. არავითარი თვიური გადასახადები არ არის. So 51 square feet for 135. Yes. You know, I've seen quite a few here. This is the one that I like because it's very logical layout. Really nice. Yes. Very good quality. Yeah. ზღვამდე შეგიძლიათ ფეხით ჩაისაირნოთ. აქ იქნება 38 აპარტამენტი. აი აქ აშენდება. უკან ღრუბლები ეფარება, არ ჩანს ოლიმპის მთები. მაგრამ მეორე მხარეს არის ზღვა. ანუ გზაზე გადახვალთ, ჩახვალთ იქ ქვემოთ და ზღვა არის უკვე. ასე რომ ლოკაციის მხრივ საკმაოდ მიმზიდველი ლოკაცია არის. ნებისმიერი სართულიდან იქნება ხედი, საიდანაც დაინახავთ მთებს და ზღვას. ანუ ეს ძალიან მიმზიდველი მომენტია. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიწის ნაკვეთი. ოლიმპის მთები და ზღვის ხედები. აქ არის გარკვეული შეზღუდვა, არ შეიძლება აქ ორსართულიანი სახლის აშენება, რამე თუ ოლიმპის მთებთან ძალიან ახლოს არის და ქალაქი მოითხოვს, რომ სახლები იყოს ერთსართულიანი, მაგრამ ხედი მაინც რჩება. ეს მიწა არის გასაყიდად
აქ შეიძლება ამ მიწის შეძენა და მერე ნაწილებად დაყოფა და რამოდენიმე სახლის აშენება. ასე მუშაობს ლოკაციის პრინციპი. ხალკიდიკის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დეველოპმენტი. აი აქ ვარ ზუსტად მე ახლა. აი იქეთ ზღვა არის, აი იქით რო გავაგრძელოთ. ზღვა მოჩანს იქით. სტავრონიკიტას დასახლება ერთ-ერთი უძველესი ლუქს დასახლების ტიპი 90-იან წლებში იყო აქ აშენებული სახლები. ეს სახლი გასულ წელს გაიყიდა 120 კვადრატული მეტრია და ამ სახლს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთი ამ დასახლებისათვის, ანუ 1200 კვადრატული მეტრია მიწის ნაკვეთი. როგორც წესი, დანარჩენი მიწის ნაკვეთები აქ 800 კვადრატულ მეტრს თუ აღწევს. 660.000-ად გაიყიდა ერთი წლის წინათ. 120 კვადრატული მეტრი. ეს სახლი იყიდება. 100 კვადრატული მეტრი, ფასი 530.000. შემოვდივართ პირდაპირ სამზარეულოში. საკმაოდ პატარა სამზარეულოა. მარცხენა მხარეს გავდივართ საძინებელ ოთახში. და საძინებელ ოთახს აქვს თავისი სველი წერტილი. რაც შეეხება არქიტექტურას და დაგეგმარებას, საკმაოდ პატარაა ყველაფერი და ცოტა უცნაურიც, არალოგიკური ვიტყოდი. აქეთ ხარეს სამზარეულოს უკან არის საპირფარეშო. ავედით მეორე სართულზე, ოთახი აქ. აგარაკია. გავდივართ აივანზე. სახლებაც ძალიან კარგი და პრესტიჟულია. უბრალოდ პატარაა ყველაფერი. ბავშვებისთვის. For the children, I think price is very reasonable. კიდევ ერთი სველი წერტილი. ეს სახლები არის აგარაკები. ზაფხულის პერიოდში თუ გამოიყენებენ ხოლმე ამ სახლებს, ზამთარში როგორც წესი აქ არავინ არ ცხოვრობს. ამიტომ შეიძლება ცოტა გასაგებიც არის, რატომ არის ესეთი სპეციფიკური ოთახების განლაგება და სპეციფიკური აბაზანების განლაგება. ატარებენ აქ ზაფხულის თვეებს. მე მითხრეს, რომ ეს კომპლექსი ახლოს არის რაფაელ ნადალის კორტებიდან, არის მთელი ინფრასტრუქტურა, beach club, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მთელი კომპლექსი, სადაც ასევე არენა, სადაც კონცერტები იმართება და ამიტომ არის ძალიან მიმზიდველი უძრავი ქონება. ნებისმიერ უძრავ ქონებას აქვს თავისი სპეციფიკა და დავიმახსოვროთ, რომ კიდევ ერთხელ ადგილმდებარეობა. თქვენ არ ყიდულობთ იმას, რაც არის, არამედ ყიდულობთ იმას, სადაც არის. Kalimera. Today I'm thrilled to be on your conference. So this is a conference of Greek Association of Broker Price Opinion Certified Professional. You need a shorter name. It's EPA. The shorter is EPA. EPA. It's a Greek, not EPA. EPA. Come to introduce you to some officials. Ξέρεις τι, θέλω να πάρω τιμά για να μου δει το mail πάλι, γιατί έχω πάλι το απόγευμα. Εδώ στο κινητό, YouTube. Hello, I'm Dan Negulescu, I'm from Romania, and I had the great opportunity to visit northern Greece. A lot of business opportunities, from cheap houses to luxury villas, and everything is going to you, it's coming to you, the real estate is covering you, and EPA is the association that put everything together. The business is the same, people are the same, the values are the same. We just need to learn how to operate them. Right, I think the people here are warmer than other people in other areas. Yes. Mainly because the climate, maybe because of the food, maybe because of the Balkan attitude, I don't know. But honestly, I feel like at home. Yes. Me being from Romania, you being from Georgia, we are from the same environment, and we can appreciate this type of communication. Τις αξίες των ακινήτων, την οικονομισιμότητά τους και κατ' επέκταση και το δικό σας αντικείμενο.
Έχουν βγει λοιπόν δύο αποφάσεις από το Συμβούλιο